გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს შაბათი დღეა და ჩემს სამზარეულოში დიდი მზადებაა, ხვალინდელი აღდგომის. სავარაუდოდ ყველა სამზარეულოში მზადება არის და აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია. ჩვენებურად ვემზადებით და გვინდა რომ ჩვენი სააღდგომო სუფრა ძალიან განსხვავებული იყოს, გემრიელი იყოს, მწვანე იყოს, იმიტომ რომ გაზაფხულია და მეც გადავწყვიტე ორი ძალიან კლასიკური კერძი გამეკეთებინა. დღეს იქნება მიდიების ჩაქაფული, შავი ზღვის მიდიების ჩაქაფული, ხოლო ხვალ გავაკეთებთ კლასიკურ ბატკნის ჩაქაფულს, რომელსაც დღეს დავამარინადებთ, რომ ხვალისთვის უფრო რბილი იყოს და ასევე ხვალ გავაკეთებთ გამომცხვარ ბატკნის ბარკალს, მაწონში დამარინადებულს და აი ამ ყველაფერს დღეს მოვამზადებთ, რომ ხვალ უფრო ნაკლები დრო დაგჭირდეთ ამ ყველაფრის მოსამზადებლად, ამიტომ წინასწარ შეგიძლიათ ეს ყველაფერი მოამზადოთ, რომ ხვალ უბრალოდ უნდა წამოადუღოთ, გამოაცხოთ და მეტი დრო გაატაროთ თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. დავიწყოთ მარინადით. ეს არის კუბიკებად დაჭრილი ბატკნის ხორცი, თეთრი ღვინო, ცოტაოდენი ზეთი, რა თქმა უნდა ტარხუნა, იმიტომ რომ ჩაქაფულს ვაკეთებ, ჩაქაფულისთვის გვინდა ეს ყველაფერი, ცოტაოდენი ახალი ნიორი და მწვანე წიწაკა. აი ესე პირდაპირ ღვინო, ზეთი, ნიორი ცოტა, წიწაკა, პირდაპირ სქლად დავჭრათ და რა თქმა უნდა ტარხუნა. აი ეს ყველაფერი ესე გადაურიოთ და ერთი ღამე გავაჩეროთ მაცივარში. გამიგია ბევრისგან რომ არ მოწონთ ჩაქაფული, იმიტომ რომ სპეციფიური გემო აქვს. დაამარინადეთ, ერთი ღამე გააჩერეთ და თქვენ მიხვდებით, რომ არანაირი სუნი და აი ეს რაღაცა გემო არ ექნება. აი ესე კარგად, ბევრი მწვანილი, აი ეს ტარხუნა, რომელიც განსხვავებულ აი ამ არომატს აძლევს და რა თქმა უნდა, ღვინო. სულ ეს არის 5 წუთი ზედმეტი შრომა და თქვენი ჩაქაფული საოცარი იქნება. და ეხლა დავამარინადოთ ბატკანი. ეს არის ბატკნის ბარკალი. მარინადისთვის ვიყენებთ მაწონს. ამ მაწონში ვურებთ ნიორს. მწვანე წიწაკას. ესე. ზეთი. მარილს არ უკეთებთ მარინადში, გაითვალისწინეთ, რომ მარინადში მარილი არ უნდა და ამ შემთხვევაში ვხმარობთ ცოტაოდენ პიტნას, იმიტომ რომ პიტნა და ბატკანიც ძალიან კარგი კომბინაცია. ხვალ რომ გამოვაცხობთ, ზუსტად პიტნის და მაწვნის соуს გაუკეთებთ, ამიტომ გვინდა რომ აი ეს პიტნის გემო გქონდეს. ეს კარგად გადაურიოთ და დაუმატოთ ლიმონი, ლიმნის წვენი, აი ესე. ეს მინდები აქ ჩავდოთ. ესე. ლაიმიც და ეს ყველაფერი აი კარგად გადაურიოთ. საოცრად არომატულია. ეს უკვე როგორც соуსი უკვე ძალიან კარგია. აი ესე გადავასხათ. ისე რომ დაიფაროს მთლიანად. აი ესე. და გავაჩეროთ ერთი ღამე. ორი ღამეც რო გააჩეროთ, კიდევ უფრო გემრიელი იქნება, უფრო კარგია, უფრო რბილი იქნება, უფრო არომატული იქნება ეს თქვენი ხორცი და აი ზუსტად ის რაღაცა გაურკვეველი სუნი, რომელიც არავის არ მოწონს, ის აღარ ექნება. ანუ არ დაიზაროთ და ყოველთვის დაამარინადეთ ბატკანი, ან ცხარი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბატკანს მაინც ისეთი სუნი არ აქვს, ცხარი ცოტა უფრო ინტენსიური გემოსი და სუნის არის. ეს ჩვენი გამოსაცხობი ბატკანი და ეს კიდე ჩვენი ჩაქაფული. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ კერძს, დღეს ვაკეთებთ ჩვენ მიდიების ჩაქაფულს. ჩაქაფული არის ძალიან ქართული კერძი, მართლა ერთ-ერთი ქართული კერძია, რომელსაც მე ვთვლი, რომ არის საუკეთესო ქართული კერძი და ვიფიქრე, რომ
რატომაც არა სხვა ინგრედიენტით, რატომაც არა მიდიებით ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს კომბინაცია ტარხუნის, თეთრი ღვინის, მწვანე ტყემლის ძალიან კარგად მიდის მიდიასთანაც. თან მიდიებთან, რომელიც აი ეს შავი ზღვის მიდია არის და მე ვიფიქრე, რომ ეს კერძი, რომელიც ყველასთვის ძალიან საყვარელია და ყველას ძალიან უყვარს, რომ შევახამოთ ისეთ ინგრედიენტს, რომელსაც თუ ისე ყვარობენ საქართველოში და არიციან, ამ შემთხვევაში მიდიებს და რომელიც საქართველოშივე მოდის, შავი ზღვის მიდიებია, შეიძლება ძალიან კარგი კომბინაცია გამოვიდეს და შეიძლება რამოდენიმე წელიწადში მიდიაც ასევე პოპულარული იყოს ჩვენთან, როგორც ვთქვათ, ბატკანია და ასევე იმ ხალხისთვის, ვინც ხორცს საერთოდ არ ჭამს და არ ცნობს, რატომაც არ უნდა გაიგონ აი ამ შესანიშნავი კერძის გემო. და აი ამაზე ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ ზუსტად მიდიები ძალიან კარგი იდეა იქნებოდა ამ კერძისთვის. თან თბილისშიც შეგვიძლია დიდ სუპერმარკეტებში უკვე შევიძინოთ შავ ზღვაში მოპოვებული ზღვის პროდუქტები, თევზი იქნება თუ მიდია. ამიტომაც ზუსტად ესეც იყო ეს იდეა, რომ გამეკეთებინა დღეს ეს მიდიების ჩაქაფული. მომზადების წესი ძალიან მარტივია. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ტყემალი, მწვანე ტყემალი. აი ჩვენ გვაქვს უკვე აი აქ მწვანე ტყემალი, რომელიც დუხს, თითქმის მოიხარშა და რა არის თქვათ განსხვავებულს რას ვაკეთებ მე? წამოვადუღებ ხოლმე მწვანე ტყემალს და შემდგომ უკვე რომ წამოდუღდება და თითქმის მოიხარშება, უკვე ბოლოში უკეთებ მწვანილს, ამ შემთხვევაში ომბალოს. ცოტა ტარხუნას, არავინ არ უკეთებს ტარხუნას მწვანე ტყემალში, მაგრამ ამ კერძისთვის მე უკეთებ და ძალიან გემრიელია, მერწმუნეთ. და ნიორს, მწვანე ნიორს, ახალ ნიორს. აი ესე პირდაპირ უხეშად დაჭრილს. აი ესე. და ასევე მწვანე წიწაკას სიცხარისთვის, რომელსაც აი ესე უხეშად და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიცხარეც, ეს ყველაფერი გემოვნებით არის. აი ესე. და ვადუღებ კიდევ სადღაც 1-15 წუთი, რომ აი ეს გემოები ერთმანეთში აირიოს, ეს გაუჩნდეს ყველაფერი კარგად. და მე რა თქმა უნდა, ვაბლენდერებ. რატო მომივიდა იდეა ზოგადად აი ამ ჩაქაფულის ცოტა გაუმჯობესების, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბავშვობაში ერთხელ კვილი მოვიტეხე ტყემლის კურკით და ვერაზროს ვერ ვხვდები ზოგადად რატომ უნდა იყოს ჩაქაფულში ტყემლის კურკები. ვერ ვხვდები ვერანაირად. ზუსტად ეს რომ მოვიცილო თავიდან და აი ეს რომ არ გავაკეთო, ამიტომაც ცალკე ვხარშავ სპეციალურად ტყემალს, ასე ვთქვათ, მწვანე ტყემლის соуს, რომელსაც მე უმატებ ჩემ ჩაქაფულში. ერთხელ მაინც თუ გასინჯავთ და გააკეთებთ, თქვენ თვითონ თუ გააკეთებთ უკურკო ჩაქაფულს, მიხვდებით, რომ ჩაქაფულში კურკას მართლა არაფერი არ ესაქმება. აცდებით აი ამ უხერხულ მომენტს, რომ თქვენ თებრზე ესე კურკები იქნება დალაგებული ტყემლის ამ შემთხვევაში. ჩვენ დავიწყებთ მიდიების მომზადებით, ქვაბი, ცოტაოდენი ზეთი და წვრილად დაჭრილი თეთრი ხახვი და ცოტაოდენი ნიორი. ახალი ნიორი. ყოველთვის მესმის, რომ აი ამაში, აი ამ კერძში ვის გაუგია, ეს ვის გაუგია, ყველას ყველაფერი გაუგია. არ არსებობს დოგმა სამზარეულოში. ვიღაცისთვის ჩაქაფული წიწმატით არის აუცილებელი, ვიღაცისთვის არის ტარხუნით, ვიღაცისთვის არის მწვანე ხახვით. თქვენ გააკეთეთ ისეთი, როგორც თქვენ გინდათ. თქვენ მოგწონთ და თქვენ გემოვნებაზე მოარგეთ და დრო აჩვენებს ამას. თუ ეს კერძი მოეწონება თქვენ ოჯახის წევრებს, თქვენ მეგობრებს, ანუ პროფესიონალურ სამზარეულოში, თუ ამა თუ ის კერძი დაიმკვიდრებს და ფეხს მოიკიდებს, ესე იგი იმან გაამართლა, ესე იგი ის არის სწორი ვერსია ამ ვარიაციის. ახალი ნიორი, ცოტა წვრილად დავჭრათ. აუცილებლად გამოიყენეთ ახალი ნიორი, როდესაც შემოვა გაზაფხულზე და მთელი თქვენი მარაგი თუ გაქვთ ძველი ნივრის გაანადგურეთ. ხახვი, ნიორი, აი ესე მომთუშოთ. ჩავყაროთ ეს ჩვენი მიდიები.
და ასევე თუ ვერ იშოვით და ვერ ნახავთ მიდიებს, შეგიძლიათ გაყინული მიდიები იყიდება, სუპერმარკეტებში ძალიან ბევრია შავი მიდიები და ისიც ძალიან გემრიელია. აი ესე. და დავუმატოთ თეთრი ღვინო. აი ესე. და უნდა ადუღდეს კარგად, რომ როდესაც ადუღდება, კარგად მიდიები გაიხსნება და უკვე ეს არის ინდიკატორი, რომ მიდიები მოიხარშა. ამასობაში მივხედოთ ჩვენ ტყემალს და გადავწუროთ ჩვენი ტყემალი. და აი ჩვენი ტყემალი და ეხა უნდა ეს ესე გავცრათ. გვჭირდება ეს მთელი ეს მასა, რომელსაც დავაბლენდერებთ. ახალ მწვანილთან ერთად, რომ განსხვავებული გემო გქონდეს. აი ეს არის ეს კონსისტენცია, რასაც რეალურად თქვენ მიიღებთ. აი ამ მომენტზე მეუმატებ მწვანილს, ცოცხალ ტარხუნას. აი ესე დაჭრილს. ცოტაოდენ ცოცხალ ომბალოს. ცოტაოდენ მწვანე ხავს. და მე ეს ყველაფერი ისევ ხელის ბლენდერით დაბლენდერდება. აი. მარილი. ეხა ეს ერთი გადავაბლენდეროთ ხელით. ხელის ბლენდერით. აი, ესეთი соуსი მივიღეთ, ანუ ახალი ტყემალი ჩვენი ჩაკაფულისთვის. რეალურად ეს არის ჩვენი соуსი. აი, ეს არის ჩვენი მიდიები, რომელიც გაიხსნა, ნახეთ, გადაურიოთ 1-2 და დავუმატოთ აი ეს ჩვენი ტყემალი. და ამასობაში გავამზადოთ კიდე ჩვენი მწვანილი, ტარხუნა. საოცარი არომატია. მწვანე ხახვი. და ცოტაოდენი პიტნა. და ალბათ ყველა იტყვის, რომ ვის გაუგია ჩაკაფულში პიტნა. რატომაც არა. აი ესე. ძალიან გემრიელია. ცოტა კიდე. უკვე რომ მორჩებით, რომ მოხარშავთ, გამორთავთ, ბოლოში უკეთებთ აი ამ მწვანილს და თქვენი ჩაკაფული ყოველთვის მწვანე იქნება, ყოველთვის ხასხასა იქნება და ყოველთვის ცოცხალი იქნება. აი ესე. და თქვენი სააღდგომო კერძი მზად არის. ეხლა ავაწყოთ ჩვენი ლამაზი კერძი. აი ესე ნახეთ რა ლამაზია და რა საოცარი გემო აქვს და საოცარი არომატი და როგორი მწვანეა, რაც მთავარია. ყოველთვის მაღიზიანებს ჩაკაფულში ჩაკაფულის ფერი, ჩახარშული მკვდარი მწვანილი, რომელიც ძალიან გავს ჩემთვის ჭაობს და ამიტომ ჭაობი მე მგონი არავის არ უნდა თავის თეფშზე რომ კონდეს. აი ესე. გავაფორმოთ ცოტა ოდენი მწვანე ტარხუნით და მწვანილით და აუცილებლად უნდა მივირთვათ ცხელ შოთის პურთან ერთად. აი ესე. იმედია დღეს მოამზადებთ თქვენ ამ ყველაფერს, მოემზადებით ხვალისთვის და ჩვენ ხვალ დავამთავრებთ, გავაკეთებთ კლასიკურ ბატკნის ჩაკაფულს და ასევე გამოვაცხობთ მთლიან ბარკალს ღუმელში ბოსტნეულთან ერთად. მე ამით გემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით ხვალ ერთმანეთს და გავაგრძელებთ სააღდგომო სამზადის. ნახვამდის, გემრიელ დღეს გისურვებთ.